Salmebit, ძვირფასო თანამემამულენო, თქვენ უკვე იცით იმ ვითარების შესახებ, რომელიც შეიქმნა განვლილი ღამის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად. მე მინდა გაცნობოთ კიდევ ერთი დამატებითი ინფორმაცია, ჩვენ ხელთ არსებული დადასტურებული და სარწმუნო მონაცემებით უახლოეს საათების განმავლობაში რუსული სამხედრო ნაწილები გეგმავენ შეტევას ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით. სამწუხაროდ სახეზეა საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციის და 1921 წლის განმეორების მცდელობა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებთ. ჩვენ ამას არ დაუშვებთ ქართულ ხალხთან, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად. ქვეყანაში ვითარება მთლიანად სტაბილურია და კონტროლდება. საქართველოს პრეზიდენტი პირადად ხელმძღვანელობს ქვეყნის თავდაცვას და დღეს ქვეყნისთვის ამ ურთულეს ჟამს, როდესაც ქართული სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, მე მინდა გადმოგცეთ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მოწოდება. ყველა ერთად გავერთიანდეთ, ყველგან სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებით გაუწიოთ წინააღმდეგობა, არ მივცეთ საქართველოს ოკუპაციის და 1921 წლის განმეორების საშუალება. ჩვენი ძალა ჩვენ ერთობაშია, ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენ სამშობლოს, საქართველოს ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ამიტომ მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, მე მოგიწოდებთ სიმტკიცისკენ, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ვიყოთ ერთად და მთავარია ვაჩვენოთ მტერს, რომ მას საქმე აქვს ღირსეულ და ორგანიზებულ ერთან. მოგიწოდებთ ორგანიზებულობისკენ, სიმტკიცისკენ და წინააღმდეგობის გაწევისკენ ყველგან, სადაც ეს აუცილებელი იქნება მტრის შეიარაღებული ძალების შემოსვლის შემდეგ. უფალი იყოს ჩვენი მფარველი, გაუმარჯოს საქართველოს.